ქართული ოცნების მხარდამჭერებს მინდა რომ კითხვით მოგმართოთ. რასაც ივანიშვილის მთავრობამ ჩორჩანას ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობს, თქვენც იზიარებთ ამას? თქვენც ფიქრობთ რომ ჩვენს არათუ ოკუპირებულ, არამედ მის შემოგარენ მიწაზეც კი ვერ უნდა გავუბედოთ საგუშაგოს ჩადგმა რუსეთის გაღიზიანების შიშით? ანუ ნორმალურად მიგაჩნიათ ის რომ გახარია საქმეს უკერავენ არა იმ ბრალდებით რომ რატო ვერ მოახერხა ქართული მიწის დაცვა და რატო თუნდაც მეტი საგუშაგო არ ჩადგა, არამედ იმისთვის რომ რატო გაბედა საერთოდ და რატო სცადა ქართული მიწის დაცვა. ანუ როგორ გავუბედეთ ოსებს და რუსებს ქართული მიწის და ქართული ხალხის დასაცავად ჯარისაც კი არა, უბრალოდ პოლიციის საგუშაგოს ჩადგმა. და თქვენ ფიქრობთ რომ ეს სტრატეგია დაგვიცავს რუსეთისგან? რუსეთი არის ჩვეულებრივი მტაცებელი და არაფერი მტაცებელს ისე არ აღაგზნებს როგორც მისი მსხვერპლის შიში და სისუსტე. საქართველო გადარჩა და დღევანდელ დღემდე მოვიდა არა იმიტომ რომ ჯაყოებს თავისი ნებით საწოლში უგორდებოდა და ბოდიშებს უხდიდა, რათა ბოდიში მოვიხადოთ. არამედ იმიტომ რომ ყველა დამპყრობლისთვის საქართველო იყო კრაზანების ბუდე, რომელზეც შეხებაც ძალიან ძვირი უჯდებოდათ. სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა ვერც ერთმა იმპერიამ საქართველოს დიდი ხნით შენარჩუნება. და რასაც დღეს ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს, არის ზუსტად რომ ქართული გენის, ქართული იდენტობის ჩახშობა და გადაჯიშება. ანუ ზუსტად ის, რასაც გასული 200 წლის განმავლობაში რუსეთი და მანამდე ყველა სხვა იმპერია ცდილობდა. და ზუსტად ამიტომ ეს მცდელობას დასრულდება იგივე შედეგით, რა შედეგითაც ყველა სხვა დასრულდა. საქართველო ნამდვილად აღარავის დაემონება.